2-3 წლის რო ვიყავი, რა ვშობოდი თურმე იცი? ვიღებდი ჩუმად უჯრიდან დანებს, ჩანგლებს და კოვზებს და გავდიოდი აივანზე, ჩვენ ცხოვრობდით ვაჟა-ფშაველაზე, მეოთხე კვარტალში, ერთ ოთახიან ბინაში ხრუშოვკა. ქონდა უბრალოდ აივანი ეს პლუსი. იმ ჩვენ ერთად. გავდიოდი იმ აივანზე, მეორე სართული იყო. და ვაგდებდი ძირს. ოღონდ იქ ძირს იყო ასფალტის ნაწილი. შორს კი არ ვაგდებდი, სადაც ბალახს ხმა გჭირდებოდა და ვუყურადებდი ხმას. აღმომიჩენია, რომ ვერცხლის თუ მოვერცხლილ კოვზებს ჰქონდათ უფრო ლამაზი ჟღერადობა დავარდნის დროს. და ამიტომ მე ესე ვთქვათ, იმ კოვზებს შორის და დანებს შორის, რომელიც ესეთი იყო, მე უკვე მხოლოდ იმათ ვყრიდი და დედაჩემმა ეს დააფიქსირა და საბედნიეროდ შენიშვნა კი არ მომცა, რომ რა შვები ამასო, არამედ მიხვდა, რომ რაღაცაშია საქმე. და ჩადიოდა ჩუმად ამოჰქონდა ისევ დებდა უჯრაში, რომ მე ისევ მქონოდა საშუალება. ეგ იყო თავარი მხარდაჭერა რა. მანდ მიმაჩნია, რომ გენიოსი იყო დედაჩემი. აი მანდ, მაგ ეპიზოდში კი არა. რომ უბრალოდ ამოგიტანა და დაგიდო ის. სხვა დედაც წაიყვანს, მაგრამ აი კოვზი გადააგდო ეზოში და შენიშვნა არ მისცე და მიხვდა, რომ რაღაცაშია საქმე. აი მან ის ამოიკითხო, რა დგას ამის უკან, ხო? ამას გულისხმობ? აი ხო. აი ამიტომაც არ ვიცი, ალბათ აი მშობლებიც გვისმენენ და ალბათ აი ეგაა გასაკეთებელი ბავშვების შემთხვევაში, რა ვშობოთ.